ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი გვეწვია. ქალბატონი სოფიო გამოცდილი ჟურნალისტია. ის იყო სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ჩართული ქალი ჟურნალისტი, პრინციპული ადამიანი, უშიშარი, რომელიც დღესაც აგრძელებს ამ ბრძოლას ტელეიმედის პროდიუსერის რანგში. ქალბატონო სოფო, მოგესალმებით, უღრმესი პატივისცემით. მადლობა, რომ ხელი მოაწერეთ იმ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი კომისიის წინაშე გაზრახს რო ახსნა განმარტების მოცემა კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება, ან კითხვებზე უარი სისხლისამართლებელი წესით ისჯება. თქვენ ამ დოკუმენტს სამდინოსთან ერთად გაეცანით და შევუდგეთ გასაუბრებას. თავისუფალი თხრობის რეჟიმში გთხოვთ გვიამბოთ, სად ბრძანდებოდით, როდესაც ტელეიმედში სააკაშვილმა გამოაგზავნა და შემოიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი 2007 წლის 7 ნოემბერს და იმ დღის მოვლენებზე რომ გვესაუბროთ, რა ხდებოდა ტელევიზია იმედში, რისი მოწმეც თავად თქვენ ბრძანდებით. კი ბატონო, 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი ტელეიმედში, ემზადებოდით პოლიტიკური თოქ-შოუსთვის ღია ეთერი. მე ვიყავი პროდიუსერი ამ გადაცემის ერთ-ერთი და ყავდა უამრავი სტუმარი, მოწვეული თუ არ ვცდები 29 სტუმარი და ვემზადებოდით გადაცემისთვის. მე პირადად ვიყავი მესამე სართულზე. იქ იყო ჩვენი ოთახი განლაგებული, განთავსებული. სხვათა შორის მახსოვს, რომ მთელ დღის განმავლობაში იყო ეს ხმები, რომ შეიძლება აქაც შემოვიდნენ. მას მერე რაც რიყე დაარბიეს, უფრო თითქოს რეალისტური გახდა ეს. უბრალოდ, სხვათა შორის ყოველი შემთხვევისთვის ავდექი და მანქანა გადავაყენე მოშორებით ტელევიზიიდან და შემდგომ დავბრუნდი. მაგრამ ეს იყო რაღაც ავტომატურ რეჟიმზე. ნამდვილად ვერ ვუშვებდით რეალურად, თუ გაბედავდნენ და ტელევიზიასაც დაესხმებოდნენ თავს. ზუსტად 20 საათი და 40 წუთი იყო, ქრონიკა მიმდინარეობდა და დასასრულისკენ, როდესაც ეს შემოჭრა მოხდა. საშინელი ხმები ისმოდა, საშინელი მე ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მე კადრებშიც ვნახეთ, რომ ეს არ იყო შემოსვლა, ეს არ იყო არც კი შემოჭრა, ეს იყო თავდასხმა. შემოჭრაც არ არის სიტყვა. შემოვიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის შემოვარდა. აგრესიაც არ ქვია ამას, აი ტერორისტები რო უნდა აიყვანო და ტერორისტები რო უნდა გაანადგურო, აი რაღაც აი ამ განწყობით ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე, აბსოლუტურად ყველაფერს, აპარატურას, რაც კი გზაზე შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველანი დააწვინეს ხელებით წინ, იატაკზე პირდაპირ. შეანგრიეს საეთერო სკარები, მოკლედ მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის გათიშვა. მაუწყებლობის. და აი ამას ეძებდნენ საიდან და ამიტომ ყველაფერს ლეწავდნენ. ეს იყო მიზანი. აუცილებლად დააღვნიშნო, რომ რაც არ უნდა კანონიერი ყოფილიყო ეს შემოსვლა, მათი მხრიდან კანონიერად გაფორმებული, ეს არ იყო როგორც აღვნიშნეს შემოსვლა და შემოჭრა, ეს იყო თავდასხმა. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვსვლია, რის საფუძველზე იყო ასეთი აქტი. ეს მხოლოდ მოხდა შემდგომ დღეს, როდესაც მაშინდელმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ მიმართა სასამართლოს, რომ დაყადაღებულიყო ტელეიმედის ქონება. ოღონდ წინა დღეს დარბეულები ვიყავით. საღამოს, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, გვიან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ანუ არავითარი კანონიერი რაღაცა, ან უკანონო რაღაცა იურიდიული დოკუმენტი არ არსებობდა ამ დროს, როდესაც ეს ხდებოდა ტელეიმედში. ჩვენ ვიყავით მესამე სართულზე, ამოვარდნენ მობილური ტელეფონები ეგრევე დაგვაყრევინეს ძირს. გითხრეს, რომ კედელთან დამდგარიყავით და არ გამძრეულიყავით. ეს ახლა მოყოლით, ხო? ძალიან ესეთი მსუბუქი სურათი შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რასაც თქვენ აქ ისმენთ დღეების და განმავლობაში. წარმოუდგენელ ისტორიებს. აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, თუ არა ფიზიკური განადგურების შიშის ჩანერგვა, რომ შენ რო ჟურნალისტი გონია თავი, შენ რო ბოდიში ამ სიტყვისთვის ტლიკინებ პირდაპირ ეთერში და ასე შემდეგ. არავინ არ ხარ ჩემს პირობებში. გაგანადგურებ დღესვე ფიზიკურადაც თუ კი დამჭირდა. აი ამის განცდის
განცდა იყო დაეტოვებინათ ეს განცდა ჩვენში მთელი ამ ძალადობრივი კამპანიის. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად უფლება აყრილები. ერთმანეთთან საუბრის ფაქტიურად უფლებაც არ გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ შორის იდგნენ ნიღბიანი ადამიანები. მინდა აღვნიშნო, რომ იმედი გაივსო აბსოლუტურად გაუგება, ყველანაირი ჯურის ადამიანით ყოველას ნიღბები ეკეთა. ეს არ იყო მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმი. აქ იყვნენ სამხედრო ფორმიანებიც, ჯისიანებიც, მოკლედ სოდიკუდი, არ ვიცი, ყველა თანამდებობის თუ რაღაც რანგის ადამიანი იყო შემოსული. ეს გაგრძელდა რამდენიმე ხანს, შემდეგ დაგვამწკრივეს. აი გინახიათ ხო ფაშისტური გერმანიის რეჟიმში რაღაც მწკრივად კონცლაგერებში ეს დააყენებენ. დაგვამწკრივეს, ეს იყო კაცად გაკონტროლებული, რომ ამ მწკრივს არ უნდა გავცდენოდით. ჩამოგვიყვანეს ყიბეებიდან, იქ რაღაც გარკვეული დრო ქვემოთ ვიყავით, არ ვიცოდით რა გველოდა, არ ვიცოდით სად როგორ და გამოგვიშვეს ლიუბლიანას ქუჩიდან. მანამდე ჩაკეტილი იყო იმედი. დავინახეთ იმედის დაცვის თანამშრომლები წილს ზემოთ შიშვლები როგორ ეყარნენ მიწაზე. აქ პირველ სართულზე თანამშრომლებს იარაღსაც უმიზნებდნენ, ყუმბარტყორცნებიც ეკეთათ სამხედრო ფორმიანებს და ლიუბლიანას ქუჩაზე რომ გამოვედით, აქ დაიწყო ყველაფერი ჩვენთვის პირადად, იმიტომ რომ ძალიან მემცნაურა უკვე ბრალდებოდა და საოცრად ჩახერგილი იყო ეს ქუჩა სასტრაფოს მანქანებით, უამრავი სასტრაფოს მანქანა იყო და ფიქრობდი რომ რა საჭიროა ეს მანქანები თითქოს და ფიზიკურად გადავრჩით. დავიძარით ტყეპარკისკენ დიღმის და ერთად მივდივართ ამ გუნდის წევრ გადაცემის წამყვანები, პროდიუსერები ასევე რამდენიმე ადამიანი, ბევრი ვიყავით. და უცბად რაღაც 200 მეტრი რომ გავიარეთ, აი ესე აპრიალ და ანათთა ციმციმები და დაიწყეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, რაღაც რობოტებმა ეს ფარებზე ხელჯოხები, ხელკეტების რახუნი და დაიზრნენ ჩვენსკენ. მოკლედ გვდიეს, დაიწყო დარბევა. ვინსად ეს ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, ვინსად გავრბოდით, მაშინ ხო ხდებით, განცდა იყო, რომ ეს რობოტი მოდის და თავში გირტყავს და ცხოვრება მთავრდება. შემდეგ დავინახეთ ჩემი მეუღლე და ინგა გრიგოლია, რომლებიც ინგას ფილტვის ოპერაცია ქონდა და ვერ სუნთქავდა და ირაკლი ინგას მიათრევდა, ასე ვთქვათ და გაიქცნენ ტყეებისკენ, ტყისკენ. და სოფელ მოდი აქეთო დამიძახა და მეც წავედი. ამასობაში ბევრი ერთმანეთს დავშორდით ვისაც გარბოდა და ამ ტყეებისკენ რამდენიმე ადამიანი გავიქეცით. ესენი გამოგვეკიდნენ ამ ტყეებში. რამდენიმე ტყვია ირაკლის მოხდა ცრემსადენი გაზი, არ ვიცი რა ვისუნთქეთ. აი ესე დავარდნით, ადგომით რაღაცნაირად კორპუსი დავინახეთ და ამ კორპუსის მაცხოვრებლებმა შეგვიფარეს, მიგვათრიეს, აგვიყვანეს და ჩავკეტეს ოჯახებში. და გვეუბნებოდნენ რომ გეხვეწებით, ჩუმად იყავით, იმიტომ რომ აქ ვიღაცა ცხოვრობს და არ გაიგოს რომ ესე შეგიფარეთ. აქ ასე ვიყავით, იყო ურსული დიანა ტრაპაიძე, საკმაოდ დიდი ურსული იყო, მე ჩუმად საათების მერე მოვიდა სასწრაფო დახმარება და პირველი დიანა გაუშვით, ცხადია. ინგაც მოხდა სამავტყოფოში და როდის რაღაცა მანქანა მოგვაკითხა თანამშრომლის, რომ გაიგო რომ აქ ვართ და გამოგვაპარა ამ ოჯახიდანაც. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედში ვეღარ შევედით ერთი თვის განმავლობაში. ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ არავინ არ არსებობს ამ ქვეყანაში, არავით არის ჟურნალისტი, თუ კი მე გადამეღობები. იმიტომ რომ ტელეიმედს ქონდა თავისი სარედაქციო თავისუფალი და ობიექტური პოლიტიკა და ტელეიმედი აშუქებდა იმას, რაც არ აწყობდა სააკაშვილის რეჟიმს და პირდაპირ მათი აღქმით და ალბათ ასეც იყო, ხუპავდა რეპუტაციას და საერთოდ ამ რეჟიმს. ეს იყო ეს დღე. ეს მოვლენები ასე არ დასრულებულა, სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობას სხვადასხვა მეთოდები აქვს განადგუროს
თავისუფალი მედია და მინდა აღნიშნო რომ ეს დროის საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცოდა თავისუფალი მედიის ფასი იმიტომ რომ სწორედ ამ მედია მოიყვანა ის ხო მაშინ როდესაც შევარდნაძის ოპონენტი იყო და ოპოზიციაში ახალგაზრდა ლიდერი და ასე შემდეგ მედია ედგა მას მხარში რევოლუციის პერიოდშიც სხვათა შორის მე მაშინ მზეში მუშაობდი და მზეს განსხვავებული პოზიციები ჰქონდა და ამის გამო ხშირად მოღალატე მეძახეს მაშინაც როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები უნდა ჩამერთო ჩვენს გადაცემაში ღამის თოქ-შოუში პოლიტიკურში ну ამით იმის დაფიქსირება მინდა რომ მე მისი მხარდამჭერი და აპოლოგეტი არასოდეს ყოფილი ვარ პირადად მე ამიტომ მე აზრი არასოდეს შემიცვლია ამიტომ მიშა სააკაშვილმა რაც დაიწყო როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში ეს იყო სწორედ ამ მედიის განადგურება ხო მიიტაცა მედიები და ერთი აუღებელი ციხესიმაგრე ეს იყო ხო იმედი ეს დარბების შესახებ მოგიყევით შემდეგ დაიწყო უმძიმესი პროცესები არანაკლებ ძიმე ეს იყო იმედის გამოშიგუნა შიგნიდან გადაბირება თანამშრომლების ჩაძირული გემიდან ასე გვარწმუნებდნენ რომ იმედი მაინც ვერ აღდგებოდა თანამშრომლებზე იყო უდიდესი ზეწოლა ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ჟურნალისტები არის ჯგუფი ახალგაზრდების ადამიანების მათ უკან ოჯახები დგას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ზოგს მუქარით ოჯახის წევრის დაპატიმრებით ზოგს თანხების შეთავაზებით ზოგს სამსახურის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესეც მოხდა ძალიან ბევრი თანამშრომელმა იმედი დატოვა და შემდგომ თუ არა მეორე დღეს ძალიან ახლო დღეებში ვიხილეთ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილ რუსთავიორზე ეს ადამიანები და გამოიშიგნა ნუ რამდენიმე თანამშრომელი დარჩა ამას მოყვა ბადრი პატარკაციშვილის ცნობილი გაყალბებული ჩანაწერები ძალიან რთული იყო იმაზეც არ არის დავიჯერეთ თუ არა ეს ძალიან რთულია მორალურად ამას როცა მოულოდნელად ამ ჩანაწერების შესახებ მე პირადად არაფერი არ ვიცოდი საერთოდ არსებობის შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ისაც ვიხილეთ და ძალიან რთული მორალური მდგომარეობა შეგვექმნა თითოეულ ჟურნალისტს რომელიც იმედში ბოლომდე ვაპირებდით და დავჭით კიდევაც და მეორე დღეს და იმ დღეებშიც არც ერთი პოლიტიკოსი არ მოდიოდა გადაცემებში იმიტომ რომ იყო ეს პასუხი რა ბადრის ხوار გავაправებ აი ესეთი ფეიქ ძალადობრივი და ეს გარემოს შექმნეს და მოხდა იმედის საბოლოოდ განადგურება და საბოლოოდ უკვე მიტაცება რა თქმა უნდა იცით რომ ოჯახს წაართვეს და ესე იყო ეს ქალბატონო სოფო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეთ თუ შეიძლება შეგეკითხებით თქვენ ბრძანეთ რომ ძალადობრივი განწყობის ჩანერგვა ცადეს აი პირველივე შემოსვლის აი ოთახში როცა გიბძანეს რომ კედელთან დადექით ჟურნალისტებიო და შემდეგ იყო მუქარები ზოგს ფული შესთავაზეს ზოგს ოჯახის წევრის განადგურებით ემუქრებოდნენ რომ თქვენ შემთხვევაში თუ იყო ამგვარი და რა იყო თქვენი პასუხი იმიტომ რომ თქვენ უკვე თქვით რომ ვინც დავრჩით მაინცო და საზოგადოება მესიცის მაგრამ ვინც არ იცის მისთვის რომ განუმარტოთ რა იყო თქვენი პასუხი და როგორ გააგრძელეთ შემდეგ თქვენ მუშაობა ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი პიროვნება და მაშინ კრედიტები გქონდა მე და ჩემ მეუღლეს და შემოგთავაზა კრედიტების დაფარვა ხელის დადებანების მე ნუ რაღაც რამდენიმე ვერსიაზე სამსახურის და ასე გაგრძელება ცხოვრების ყველანი ვაცნობიერებდით რაღაც მომენტში რომ ამ პირობებში რეალურად მომავალი არ გქონდა მომავალი რა თქმა უნდა კატეგორიული უარი კრედიტების დაფარვაზე და ფულზე სამსახურზე უნდა ვთქვა რომ ვუთხარი რომ ვიფიქრებთ ხო საბოლოოდ ეს ვერ შევძელი ცხადია და დავრჩი იმედში მე ეს გადაწყვეტილება მივიღე სხვა გადაწყვეტილება მივიღე აი სხვების მაგივრად ახლა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მაგრამ
თქვენთვის როგორ არის ცნობილი, რომ ესე ვთქვათ, ყველა მუქარის გამო შეშინდა და წავიდა, თუ იყვნენ ჟურნალისტები, ვიზეც გაჭრა მაგალითად კრედიტის დაფარვის შეთავაზება. იცით რა, მე ან მიყვარს ვარაუდებით და ჭრილობით საუბარი. ეს იყო ისეთი რთული პროცესი, იქ ადამიანები ერთმანეთს არ უყვებოდნენ, ვინ მიდიოდა, ვინ მოდიოდა. შიშიც იყო, სინდისის კენჯნაც იყო, მაგალითად ხო არ წახვალ ხო იქნები და არა საწავალ და მეორე დღეს დაინახავდი რომ მიყავს რაღაცა საინფორმაციო სიტყვაზე. ანუ ესე ერთმანეთში ამ ინფორმაციის გაცვლა არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ეს ღია პროცესი, ეს იყო საოცრად დაფარული პროცესი. უბრალოდ ყველამ დაახლოებით, ხო იცით როგორც მე გამოჟონვა ჭორის დონეზე და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია ასე გვაქვს და მაქვს, იმიტომ რომ პირადად ჩემთანაც ქონდათ კომუნიკაცია და ამ ნაწილში რო არ ვიტყუები, ამის დასტური ეს არის ზუსტად, რომ პირადად ჩემზეც პირველ წყარო ხართ. რა თქმა უნდა. ვინც თქვენ გესაუბრათ, ის ხელისუფლების სახელით გესაუბრათ თუ პირადი ინიციატივით? პირადით როგორ მესაუბრებოდა ახლა რიტორიკული კითხვიდან ვერ დამიფარავდა ის ადამიანი, ხო კრედიტს? როგორც მოგზავნილი, ასე როგორც გამოგზავნილი შუამავალი ინსტრუმენტი, ესე ვთქვათ, რომელმაც ეს წინადადება მოიტანა ჩემამდე და შემდეგ წაიღებდა უკან. და ალბათ ასეთი ან სხვა იყოს ხვეწა. ცხადია, ეძებდნენ ადამიანებს, ვისაც ვისთან მიესვლებოდა. ვისაც ვისთან ახლა პირადად სააკაშვილი და მერაბიშვილი არ აწარმოებდნენ ამ მოლაპარაკებებს, ხო? და იცით როგორ იყო, ვიღაცამ შეიძლება ისარგებლა კიდეც, იხეირა კიდეც. თუმცა იმდენად რთული და მძიმე სიტუაცია იყო, რომ აქ ან ჰქონდა მომავალი, ან იყავი მტერი. არ საერთოდ არ ჰქონდა მომავალი, არ შემოსავალი და არაფერი და მოკლედ ვინც ყველა მოიქცა ისე როგორც მოიქცა. ზოგმა იხეირა, ზოგს შეეშინდა და ჟურნალისტებს ჩაყოლას ჩათრებას ჩაყოლა ამჯობინა და ასე შემდეგ. და თქვენ რომელმაც უარით გაისტუმრეთ შუამავალი, კრედიტები არ დააფარინეთ ხელისუფლებას რაღაცის სანაცვლოდ და ბოლომდე იმედს უერთგულეთ, დღესაც იმედზე მუშაობთ. როგორ გაიარეთ ეს ურთულესი გზა, რა იყო შემდეგ? ძალიან რთული იყო შემდეგ. გავიარეთ, აი როგორ გითხრათ, აი ფსიქოლოგიური ტანჯვა ერქვა ამ ყველაფერს რა. არეული იყო ტყუილმართალი ერთმანეთში აბსოლუტურად იმ პერიოდში. შემდეგ ის იყო, რომ აი ამ იმედის შენარჩუნებაზე იყო ბრძოლა, რომ ვითომ თანამშრომლების გადაფორმდებოდა წილი, რაღაც არაფერი ეს არ გამოვიდა. მე გითხარით ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერების შემდეგ წარმოუდგენელი გახდა მუშაობა, იმიტომ რომ რესპონდენტებიც არ მოდიოდნენ. და იმედი დაიხურა და ნუ შემდეგ იყო ის, რომ მე 6 წელი არ მუშაობდი ჟურნალისტიკაში საერთოდ. კი ბატონო, ტელევიზიაში. შესაბამისად, ხელისუფლება რო არ შეცვლილიყო და რაღაცა უფლებების აღდგენის პროცესი არ დაწყებულიყო მათ შორის იმედის ნაწილში, ის ვინც თქვენს მაგალითზე რომ ვთქვათ, იტყოდა უარს შეთავაზებაზე, სარფიან შეთავაზებაზე, იმას მომავალი აღარ ქონდა რეალურად. იცით რა, იმ მომენტში შეიძლება და ესეც გეფიქრა. იმ მომენტში. იმდენად წარმოუდგენელი ძალადობა, ნახეთ როგორი თანმიმდევრობით მოხდა ეს ყველაფერი, ფიზიკური ძალადობა. არა მხოლოდ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რომ შენ არავინ არ ხარ. მე შემიძლია ერთ დღეში გაგანადგურო ყოველგვარი კანონის დარღვევით. სააკაშვილმა მეორე დღეს დემოკრატიის დაცვა უწოდა იმედში შემოჭრას რა. რომ ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური ქმედება. აი ამ ფონზე ასეთ შეფასების ხო რეალობა რა არის და შენას უწოდებდა ვისთან აკაკ საქმე. ადვილი წარმოსადგენია როგორი ძნელი განსასაზღვრი იყო შენი ბედი როგორ ჟურნალისტის იმ მომენტში როდესაც ასე შემოიჭნენ შემდეგ ასე გატერორებენ რომ აიღე ან დათანხმდები ჩემ შემოთავაზებაზე ან არ ვიცი შენ მომავალი რა იქნება. უმძიმესი სიტუაცია იყო და უმძიმესი გარემო იყო და შემდეგ ეს გაფეიკება და გაყალბება ბადრი პატარკაციშვილის ჩანაწერის რომელსაც საერთოდ ბოლო მოგვიღო მორალურად იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს როდესაც რაღაცა გაქვს უკან
როდესაც რაღაცით შეიარაღებული ხარ და ეს იყო საბოლოო დარტყმა, რომ იმედი გაანადგურეს ფაქტიურად რა. ხო, ანუ ეს განცდა იყო, ეს შეტევები იყო ჟურნალისტებზე ყველა მხრივ. აი ესე იჯდნენ ალბათ კაბინეტებში და აი ამ გეგმებს იმუშავებდნენ სხვადასხვა სახის. გასაგებია. და ეს იყო ძალიან ტრაგიკული, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ტრაგიკული. ბოლო კითხვა ჩემგან და შეიძლება მე კიდე ჩავერთო. დღეს თქვენ იმედზე მუშაობთ. გაქვთ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმე. რამდენჯერაც ის მავნებლური ძალა, რომელიც ძლივს გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან 2012 წლის 1 ოქტომბერს და ზოგი ქუჩიდან, ზოგი უცხოეთიდან, ზოგი კიდე ვივამედიდან კვლავ იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რამდენჯერაც ისინი ასე ვთქვათ, რაღაცა ტიპის თემას თუნდაც თითიდან გამოწვევის ჩაიგდებენ ხელში, ხორციელდება ხოლმე ტალღებად ამ წლების განმავლობაში კვლავ ჟურნალისტების დათრგუნვა, ბულინგი რო ქვია. კი. ასეთი იყო სულ ახლახან იმედის ჟურნალისტებზე განხორციელდა გარკვეული მათი მხრიდან ზეწოლები, დაბულინგება, დათრგუნის მცდელობები, რომ რატომ მუშაობ, მოღალატეები არიან, ვინც განსხვავებულ აზრს ვიტყვით ყველა ხომ რუსეთუმეები და ახლა უკვე რუსები ვართ და ასე არაერთი ჟურნალისტი მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებულადაც დააბულინგეს და გაიყვანეს ტელეარხიდან. ეს არის ერთი და იგივე ქცევა, უბრალოდ ჩემთვის, მაგრამ ამ ჩემას თქვენთან ვამოწმებ. ეს ერთი და იგივე ქცევა, ანუ ისინი არ იცვლებიან, მიუხედავად იმისა, სად იქნებიან, უბრალოდ არის ერთი განსხვავება. მაშინ ხელში ეჭირათ იარაღი, ახლა ეს იარაღი არ აქვთ. ჯერჯერობით არ აქვთ. შიგნიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი? მე ეს ჩემი ცრუ აღქმა ხომ არ არის, რომ ერთი და იგივე მეთოდებთან გვაქვს საქმე და ჟურნალისტებს, მათ შორის პირველ რიგში იმედის ჟურნალისტებს, ისინი დღესაც ებრძვიან და იმედს. ქალბატონ თეა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ძალიან დიდი ტრაგედია არის, რომ ვერასოდეს ვერ ვაფასებთ ახლო ისტორიას სწორად, ობიექტურად. არის რატო, ყველას ნათესავები და მეგობრები ვართ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას, მათ შორის ჟურნალისტების, არ აქვს ის ნანახი, ის რაც ჩვენ გვაქვს გამოვლილი და ნანახი, არ აქვს ამისი ანალიზის უნარიც, იმიტომ რომ ეს უნარი უნდა ისწავლო, ხო? უნდა იმუშაო იმდენი ხანი, რომ ეს უნარი გამოგიმუშავდეს, თან მათ შორის ისეთ გადაცემებზე, რომელიც ანალიტიკას ითხოვს. მე მუშაობდი ასეთ გადაცემებზე, მე ვარ ძალიან აი ამ მოვლენების შემსწრე და აბსოლუტური პასუხისგებლობით მინდა ვთქვა და ეს პირველად არ არის რომ ამას ვამბობ. ყველა ძალიან ბევრ ეთერში მithქვამს ეს. ეს ძალა არ იცვლება არასოდეს. არც მისი განახლება მოხდა, ეხლა რომ წინა პლანზე რაღაც კომიკური პერსონაჟები არიან ლიდერების სახით და როგორც კი ისინი ძალას იგრძნობენ, უცბად რო გაჩნდება ყველა მთავარი მონაწილე იმ ტრაგედიების, რასაც თქვენ აქ უსმენთ დღეების და თვეების განმავლობაში. არ იცვლებიან ცხადია, აი როგორც მაშინ ხდებოდა ეს შეთქმულებების მოფიქრება, ეს ნოემბრიდან ნოემბრამდე ფილმების მოგონება, ეს ადამიანების ინტერვიუების გაყალბება, ადამიანების ისტორიების გაყალბება, ადამიანებისთვის ფეხზე ქვების კი არა და ლოდების მობმა ისე გადაგდება ზღვაში გასამართლების გარეშე, ეს ძალა არ იცვლება. ეხლა არ აქვთ მათ ეს ძალა უფლება. უბრალოდ ეხლა აქვთ ეს იარაღი პარტიული მედიის სახით და არა კრიტიკული მედიის, პარტიული მედიის სახით. ქმნიან ფეიკებს, ქმნიან ადამიანებისგან, ანტიგმირებისგან გმირებს, ამას ახვევენ საზოგადოებას, ჟურნალისტებისგან, რომელიც მათ მხარს არ უჭერს, მათ აკრიტიკებს, ქმნიან, მოღალატეებს, რუსეთუმეებს. მე მიმაჩნია, რომ მოღალატეები თავად უნდა თავიანთ რიგებში მოიკითხონ და ამაზეც მისაუბრია არაერთხელ, რატო ფიქრობ ასე, აბსოლუტურად იგივე
მეთოდები აბსოლუტურად იგივე ბოროტება და ხო ძალიან ხშირად ამისვას ჩემი თავისთვის კითხვა რომ ხო ესეც რო არის რაღა დროს ნაციონალური მოძრაობა ამდენი წელი გავიდა 9 წელი გავიდა 10 წელი ფაშისტური გერმანია თვითონ დღეს გერმანიაში ფაშიზმზე ყოველ წელს ფილმს იღებენ ყოველ წელს და ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინო დაჯილდოებზე კანი იქნება ეს ბერლინალე თუ ოსკარი ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი ფილმები იმარჯვებს რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებზე და ხალხის წამებაზე და ასე შემდეგ მოგვითხრობს ანუ ეს რას ნიშნავს ანუ არათუ გერმანია მთელი მსოფლიო მთელი ევროპა არ ივიწყებს ფაშიზმს იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ჰუმანური მსოფლიო ესა უნდა დავიწყოთ და თქვენ რასაც აქ ისმენთ რა ისტორიებსაც აქ ისმენთ რაღაცა მასშტაბები დაუშვათ ხო ცოტა პატარა არახან პატარა ქვეყანა ვართ მე მიმაჩნია რომ ეს იყო ფაშიზმი მე ასეთ შეფასებას ვაძლევ ეს ჩემი უფლებაა და მე მგონი ძალიან ობიექტური ვარ იმის გათვალისწინებით რასაც ესენი ძალაუფლების მიღმა აკეთებდნენ მიღმა ამიტომ აუცილებლად უნდა შეფასდეს აუცილებლად და მე იმედი მაქვს რომ როგორ ჟურნალისტს ამ ქვეყნის ეს იქნება ასე მათ შორის სერიოზული შედეგებით მადლობა კითხვები ბატონი სოზარი დიდი მადლობა ბატონო სოფო აი ეს რო გავიხსენოთ როცა თქვენ მოგიყვანეს უკვე გარეთ ლუბლიანას ქუჩაზე აი იქ რა აი საფრთხე რა შეიძლება ყოფილიყო რომ დაეწყო ჟურნალისტების დევნა კი ვიცით მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ აი რა ვითარებაში ბატონ სოზარ წარმოდგენა არ მაქვს ჩვენ გვეგონა რომ ყველაფერი დასრულდა იქით კინოსტუდიის მხრიდან ჩვენ მხარდამჭერი იმედის მხარდაჭერისთვის ხალხი იყო მოსული იქაც მოხდა თემატყება სპეცრაზმელების მხრიდან ამ ხალხის და ჩვენ ვიფიქრეთ რომ ანამ ხალხთან მივალთ ან სახლებში წავალთ აბსოლუტურად ყველაფერი გვეგონა დასრულებული არავით არის ნიშანი რომ ეს დარბევა კიდე რაღაცა გაგრძელდებოდა გარდა იმისა რომ ესე ტუსაღებივით ჩამოგვიყვანეს ტუსაღებივით აყვარეს ტელეფონები რომ იქ რამე კადრი არ გაპარულიყო აგვიკრძალეს სიტყვის ამოღების უფლება წაგვართვეს და ეს არისო მარტივი თემა ანუ მოწმენდილთაზე ანუ გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ გუშინ იყავი ჟურნალისტი დღეს არავინ არ ხარ დღეს არავინ არ ხარ უბრალოდ დღეს მე ვარ აქ და ჩემი ძალაუფლება აქ და როგორც კი ამას აღუდგები შენ არ იარსებებ ხო არ იარსებებ ესე გამოვედით და ნუ აბსოლუტურად არაფერი აი ვიფიქრე რომ დასრულდა და ეს იყო მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა როგორც გითხარით უცბად აბსოლუტურად უცბად როგორც ჩანს აი ლუბლიანას გამოსასვლელ იმედის გამოსასვლელიდან რამდენიმე ესქნებოდა ალბათ 200-300 მეტრი აი ესე მთლიანად ეს გადაკეტილი ლუბლიანას ეს გზა სულ იყვნეს ეს სპეცრაზმი ჩაყენებული რა თქმა ესენი იყვნენ ჩუმად და ჩვენ საკმაოდ მივახლოვდით რომ უცბად აი თუ რაღაცის არ ვიცი რა იყო ფარები არ ვიცი რა იყო უცბად დაიწყო ეს ხო შოკის მონგრელი და რეალურად იმდენად მოულოდნელი იყო და რომ წამოვიდნენ უკვე ჩვენსკენ არ ვიცი აი მართლა ხანდახან უკარო ვიხედებოდი რამდენიმე ნაბიჯში და ისიც არ ვიცი როგორ გადავჭირო თავში არ მოხვდა ეს ხელკეტი რაღაცნაირად ვარდებოდით, მე რა ვდგებოდით. მე ამ ძალიან დიდი მილი იყო გაზის იმას გადავევლე იმის ქვეშ დავიმალე ვიდრე აი ამ მინდორში გავიქცეოდით. ეს იყო სამაგალითო დასჯა. კიდე ანუ ის არ იყო საკმარისი შიგნით რაც იყო. ეს იყო სამაგალითო დასჯა, რამხელა შიში შეიძლება რომ აი ესეთი შიში გაგიჩინონ, რომ არანაირი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არასოდეს არ გაგიჩნდეს. თორე შეხარ ჭიანჭველა ამ სახელმწიფოში. ჭიანჭველაც არ ხარ. აი ესე დაგაბიჯებენ ფეხს და გაგსრესენ. არ ხარ არა. თქვენს მეუღლეს რამდენი თქმა ქონდა მოხვედრილი თუ გახსოვთ? 6 თუ 11 თუ არ შემე 6. და მე ჩვენ ისეთ როგორ არც დაგვითვლია მართალი ის 6-იც იყო რაღაც უბრალოდ ზემოდან აცეცვა იმის რაღაც
მომდინარე რაც იგრძნო. ჩვენ მერე რო ავედით ამ ხალხმა რო შეგვიფარა დიდი მადლობა მათ ამისთვის. ერთი корпуსი ახლაც დგას იქ როდიღმის ტყე პარკში. გვასმევდნენ კომპოტებს. მოვიწამლეთ ამ გაზისგან. და ნუ ამ გაზს საერთოდ აღარ ვთვლი, იმიტომ რომ იქ ვიხჩობოდით, არ ვიხჩობოდით. ეს ამას აღარ ვთვლი არაფრად. ეს თვითონ ეს შიშის დანერგვის სპეცოპერაცია იყო რა. მე მიგვირს რომ საერთოდ ცოცხლები როგორ გადავრჩით, არ ვიცი. და ეს შიშის დანერგვა იყო ამის მიზანი. მერე იყო, აი როგორ თქვა კორექტული სიტყვით, აი ეს გამოშიგნა ძალიან მიჭირს. რა იყო ეს? იმედის გამოშიგნა. განადგურება უკვე მორალურად ჟურნალისტების და საბოლოოდ გითხარით უკვე იმედის ფლობელის გაყალბებული ჩანაწერი. გაყალბებულ ჩანაწერზე მეორედ ახსენებთ თუ მესამედ უკვე და რა იცით, ანუ საუბარია რაზე, ვინც არ მოყვება დისკუსიაში, სხდომებს არ უსმენს, ან შეიძლება არ არის იმას აკის რო იცოდეს. ესე იგი, რაც ჩანაწერს ეხება საქმე და რატომ თვლით რომ ის რაც საზოგადოებას შესთავაზა რუსთავიორმა, რომელსაც მაშინ სააკაშვილი და მისი გუნდი მართავდა, ეს იყო პოლიტიკური ტელევიზია მიტაცებული მათ მიერ, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში სტრასბურგის სასამართლოს დავის მოგების შედეგად დაუბრუნეთ გამოვტაცეთ ნიკა გვარამიას ხელიდან რამდენიმე წლის წინ. აი იმ რუსთავიორზე გავიდა ეს ჩანაწერი. რატომ თვლით რომ ეს არ იყო ის ჩანაწერი, რაც რეალურად ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა? რატომ გამოიყენეს ეს, რა იყო მიზანი ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ და რაში მდგომარეობდა გაყალბება, რა იცით თქვენ ამის შესახებ? მე რას ვიცი გეტყვით, ვიდრე ეს ჩანაწერი გავიდოდა რუსთავიორის ეთერით. ამ ჩანაწერის შესახებ ფაქტობრივად ძალიან ბევრმა არ ვიცოდით საერთოდ. მე პირადად არ ვიცოდი რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. გავიდა ის რაც ყველამ ვნახეთ და ეს იყო უმძიმესი, იმიტომ რომ არ იყო ეს მარტივი მოსასვლელი, იქ რაღაცა კვლელობებზე იყო საუბარი და შემდგომ უკვე თვეების შემდეგ კი არა და საკმაოდ ერთი წლის თუ არ ვცდები გაზეთებშიც დაიბეჭდა სრული ვერსია ამ ჩანაწერების. და მე პირადად წავიკითხე ეს სრული ვერსია, რომელიც იყო აბსოლუტურად განსხვავებული, აბსოლუტურად, სწორედ ის მაკომპრომენტირებელი ფრაზები, ის მომენტები, რაც ამ ჩანაწერში იყო, საერთოდ არ იყო იქ ასე. ეს იყო აბსოლუტურად სხვა დიალოგი, აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებული სახის. იმედის მესაკუთრე ბადრი პატარკაციშვილსა და სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსა ერეკლე კოდუას შორის. ამაზეა საუბარი. დაჭრეს რომ ბადრი პატარკაციშვილის ასე ჭორაობით, ბოდიში შეგაწყვეტინეთ. ვიცოდი რომ ეს ჩანაწერი ჩამოიტანა კოდუამ. ოღონდ ჭორაობა იყო, აი ვიღაცა რო გეტყვის, კოლეგა რო გეტყვის, აი მე ვიცი რომ ესე იყო, მე ვიცი რომ კოდუამ ჩამოიტანა. აბსოლუტურად არ ვიცოდი ეს ჩანაწერი როგორ მოხდა სააკაშვილის რეჟიმის ხელში. ესე ჭორაობით თუ რაც არის, ვიცოდი რომ ჩამოიტანა კოდუა. მე მეტი სხვა არაფერი ამ დროს არ ვიცოდი. მე ერთადერთი რაც ვიცოდი რომ იმედში თითქოს შემდეგ როგორც ჩვენ აგვიხსნეს და გიორგისთანაც ჰქონდა კომუნიკაცია თარგამაძესთან ვეკითხებოდით ხო რაღაცეებს ანუ ამასთან დაკავშირებით მე როგორც მითხრეს და მე როგორც ვიცი ჩვენ ველოდებოდით სხვა ჩანაწერს რომელიც მოვიდა ისეთი ხარისხით რომელიც ვერ გაუშვა ტელეიმედმა მე ასე მითხრეს მათ შორის გიორგიმ თვითონ თუ არ ვწდები და პირველ წყარო ვინც იყო უბრალოდ ვისთანაც ამაზე მოკითხვის საშუალება ჰქონდა ასე მითხრეს მე რომ ის იყო კოდუას ჩამოტანილი და აქ ველოდებოდით დამატებით ბადრის ვერსიას ეს პირადად ვინ გითხრა თქვენ გიორგისთანაც ჰქონდა კომუნიკაცია თარგამაძესთან რა თქმა უნდა უსვავდით კითხვებს ამის შესახებ და რა ვიცი კოლეგებში ასე ვიცოდით ყველა
იცით რა, მე ისევ გიორგის ვახსენდება, იმიტომ რომ იმ ლოგიკით რომ გიორგის ვკითხავდით აუცილებლად, ხო რა ხდება ხო? ამ დროს რა თანამდებობა ქონდა თარგამაძეს? გიორგი იყო საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი. ანუ მას ჰქონდა წამყვანი თანამდებობა. აქედან გამომდინარე, მაგრამ მან დაგიდასტურათ, რომ ჩვენ მივიღეთ, მაგრამ უხარისხო იყო ეს დაადასტურა. უშუალოდ მან თუ ტექნიკურმა პერსონალმა ეხლა ძალიან მიჭირს ამის გახსენება რა. მაგრამ ის რომ იმედმა ეს მიიღო, ეს დავას არ იწვევდა, უბრალოდ უხარისხო იყო. იცით რა, ჩვენ ეს ადვილად დავიჯერეთ. ძალიან ადვილად. გასაგებია, კი ბატონო. იმიტომ რომ ესე არ არის, ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი ვიყავით, ძალიან პატივს ვცემდით გიორგი თარგამაძეს როგორც პროფესიონალს და ჩვენ კოლეგას და ძალიან კარგი ურთიერთობები გქონდა. ჩვენ ეს ძალიან მარტივად დავიჯერეთ და რომ არ დაგიმალოთ, დღემდე კითხვები მაქვს მართლაც მე არაფერი არ ვიცი დღემდე. სინამდვილეში ის რასაც ჩვენი დამფუძნებელი თქვენს გარდა ვინ ესწრებოდა კიდე შეგიძლიათ დაასახელოთ ვინც მოისმინა თქვენს გარდა რომ ტექნიკური ხარვეზი ქონდა სახელები და გვარები რო გითხრათ აი ძალიან იცით როგორ არის ახლა იმ გადაცემებზე ჩვენ ცალკე რედაქცია ვიყავით მაინც ცალკე მუშაობდით და რა ვიცი ესე გამიჭირდება ჩემს გარდა ვინ მოისმინა შეიძლება ჩემ მეუღლე დავასახელო იმიტომ რომ მაშინ თარგამაძესთან მუშაობდა ირაკლი მოსეშვილი ეს ნამდვილად შემიძლია დავასახელო და ირაკლიმაც ასე იცის და ირაკლისგანაც მათ შორის ხშირად მსმენია ეს ვერსია რომ იკითხებოდნენ რა ვიცი ლევან ვეფხვაძე რომელიც იყო პროდიუსერი მაშინ დროების ხო დანარჩენი რა ვიცი ეს შედარებით ინფორმირებულები აი ეს მე რასაც ყვები ამასთან დაკავშირებით რომ ჩვენ ეს ვიცოდით რომ რაღაც ჩანაწერი სადღაც ან დაიკარგა ან ისეთი სახით ჩამოვიდა რომლის გაშვებაც შეუძლებელი იყო მე ასე მახსოვს რომ ასე გითხრეს და ასეთი ინფორმაცია ქონდა რამდენად მართალია ქალბატონო სოფო რომ ჩვენ ბატონ ვიქტორ ჯაფარიძეს მოусმინეთ თქვენამდე ვინც იქ იყო როცა დაგარბიეს თავადაც იყო მსხვერპლი სხვა დეპუტატებთან ერთად როცა სპეცრაზმი შემოვარდა იმედში და მან თქვა რომ რეალურად მან ნახა როგორ ექცეოდნენ დეპუტატებს მას და სხვებს ჟურნალისტებს და ერთადერთი ვინც სპეცრაზმმა პატივისცემით გამოაცილა შენობიდან ეს იყო სწორედ გიორგი თარგამაძე. იცით თქვენ ამის შესახებ? მე გეტყვით რაც ვიცი. ბოლომდე მოლოდინი გქონდა მე პირადად რომ გიორგის დაიჭერდნენ და ძალიან მეშინოდა ამის. მე უკვე გითხარით რომ ძალიან პატივისცემდით და შეკრული გუნდი ვიყავით. დიახ. ჩვენ რო ჩამოვედით პირველ სართულზე რაც დავინახე ის იყო რომ გიორგი ჩაასვეს რაღაც მანქანაში და გაიყვანეს ტერიტორიიდან. ბოლომდე მეგონა რომ ის ჩვენს დასანახად გაიყვანეს ამ ფორმით და შემდეგ მას დაიჭერდნენ. გასაგებია. რა ფორმით ეს შეურაცხყოფა? მანქანაში ჩასვეს და გაიყვანეს ტერიტორიას. თქვენ დაგენახათ რომ გაიყვანეს. და გაიყვანეს არა გუდანისკენ, საპატიმროსკენ, ნამდვილად არის, იმიტომ რომ ჩვენ წავედით ლიუბლიანას ქუჩისკენ და მე ის მოხდა რაც მოხდა. ხო, ნუ ჩვენ ვიხილეთ ასე საზოგადოება, ჩვენ მიჯაჭვული ვიყავით, თქვენს მეტი ჩვენ არავის არ უყურებდით, ვინც 2023 წლის 23 ნოემბრიდან სრულ უიმედობაში ცხოვრობდით და ბევრს რო ლაპარაკობს ზოგი დღეს იმაზე რომ ემიგრაციაში თურმე ყველა ქართველი სააკაშვილს უჭერდა და უჭერს მხარს. ჩვენ ბევრი ვიყავით მაშინ, მათ შორის მეც, ვინც გიორგობის დღიდანვე 2003 წლის რევოლუციის, ვარდების ეგრეთ წოდებული რევოლუციის დღიდან სრულმა უიმედობამ შეგვიპყრო, რომ იმის გამო, რომ გქონდა განცდა, რომ ჩვენ სამშობლოს დაეპატრონა შეშლილი მავნებელი ბოროტი ძალა. რომელიც ხვის ჭკუაზე დადიოდა, რომლისთვისაც ქართველის ღირსება, უფლებები და მე მაშინ მუშაობდი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 10 წელი ვემსახურე იმ სასამართლოს და შემეძლო დღეს აქ კი არ მჯდარიყავ ისევ იქ მემუშავა საპენსიო ასაკამდე და ჩვენიერ დღეს სრულიად ახალგაზრდა ასაკში გადავდექი და დავბრუნდი და დავდექი ქუჩაში.
რომ ეს ადამიანი ერთ დღეს აღმოჩენილიყო, ხა მაშინ ვერ ვივარაუდებდი ვივამედში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ადგილას. რომ არა ბიძინა ივანიშვილი ეს ჩვენი ინდივიდუალური ძალისხმევები და ბევრი ადამიანის უბედურებას წაიღებდა ისტორიის წყალი ისე რომ შედეგი ამას არ მოყვებოდა. მადლობა ღმერთს რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და გაგვაერთიანა, მაგრამ ყვები იმას რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრი ემიგრანტისთვის იყო და არის მიუღებელი და ქვეყნის შიგნით მცხოვრები ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის იყო და არის მიუღებელი. შესაბამისად დღეს ჩვენ რატოსავთ ამდენ კითხვას რომ ნახეთ მიჯაჭული ვიყავით იმედის ეთერი იყო ჩვენთვის აი ციხესიმაგრე თქვენ თქვით დარჩენილი ერთადერთიო ამართლებდა თავის სახელს ეს იყო იმედი. იმედი იყო რომ მე მახსენდება რომ სამსახურიდან მიუხედავად იმისა რომ წლებთან ერთად მოხდა თუ არა ვარდების რევოლუცია, მე ხლა ამ მიკროფონს ვიყენებ, იმიტომ რომ მანდ ვერ დავჯდები, რომ ჩემი ამავიც ვთქვა, ხო? მეც ხო მოწმე ვიყავი ამ ყველაფრის. მოხდა თუ არა ვარდების რევოლუცია, რომელამდეც მე 3 წელი ვემსახურე სტრასბურგის სასამართლოს და მაგიდაზე მეტო მხოლოდ 3 თუ 4 საქმე. გურამ აფსანძის და კიდევ 2-3 საქმე. რომლებიც ჩიოდნენ რომ საქართველოს ჩვენი უფლებები ირღვევაო. მეტი საქმე არ იყო. საქმე არ იყო. გესმით რას გეუბნებით სტრასბურგის სასამართლოში? საქართველოსდან არ იყო. შევარდნაძის რეჟიმი რო ქვია და არქვეს, შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოსდან საჩივრები არ იყო. მოხდა თუ არა ვარდების რევოლუცია? მე მაშინ ერთადერთი იურისტი ვიყავი. იმდენად ბევრი საქმე დამეწერა შესასწავლად და ერთი მეორეზე უარესი, რომ იქაც ჩვენ არა მხოლოდ იმედზე თქვენ, მაგრამ ჩვენ შეკრული გუნდი ვიყავით და ერთმანეთში იურისტებს შორის ახლა უცხოელები იყვნენ სხვები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ჩემს სართულზე ფრანგები, ლუქსემბურგელები ძირითადად, იმიტომ რომ მე თვითონ ფრანგულენოვანი ვიყავი და ენების მიხედვითაც იყო ეს გადანაწილებული, რომ ვეხუმრებოდით კიდევაც ერთმანეთს, სულ რო ერთად მუშაობ, ხუმრობ კოლეგები ერთმანეთში. ჩემთან მიმართებაში იყო ესეთი ხუმრობა. რომ ჩაივლიო იურისტი წულუკიანის ოთახის წინო მანამდეო ჩანდაო და ეხლა აღარ ჩანსო. ესეთი დილობიანი ხუმრობა იყო, ესეთი უწყინარი ხუმრობა, რომ ხუმრობა ასახავდა მწარე რეალობას. მე ჩავიძირე საქმეებში. მე აღარ ჩანდი, ხო ისედაც შეიძლება აქაც ძლივ ჩანვარ, მაგრამ ისე აღარ ჩანდი რეალურად. ეს საქმეები იყო პატიმრების წამება, ჰეპატიტით, ტუბერკულოზით მკვლელობა, უსამართლო სასამართლო ბიზნესის რეკეტი, დახვრეტები ქუჩაში და ადამიანების უბედურება მოიყარა ჩემს მაგიდაზე. თავი რის გამოც მე 2010 წელს გადავდექი, უკვე სანდრო გირგულიანის საქმეც რო შემოვიდა, ეს იყო უკვე ჩემთვის ბოლო წვეთი. დავტოვე და წამოვედი. მაშინ აი რთულ დროს იმედი იყო ერთადერთი იმედი. მეტი არ არსებობდა, პრესაჯი დაკეტეს მერე, თქვენს მერე უკვე ITV-ი, იმიტომ რომ რაღაც ალტერნატივები გიორგი იაკობაშვილი იყო, რომ იმედი რაღაცნაირადო მაესტრო იყო საკანი 5 პროექტი და ასე შემდეგ, მაგრამ იმედი მაინც ყველაზე მასშტაბური და დიდი იმედი იყო სხვებთან შედარებით. ეს როდესაც მოკლეს, მაშინ ჩვენნაირ ადამიანებში მოკლეს თითქმის ბოლო იმედი, როდესაც თქვენთან შემოიჭრნენ და დაგარბიეს. ამას ჩვენ ღია ეთერში უყურეთ ევროპიდან. რუსეთში კი არ გვისწავლია ლაკა ხოშტარიასავით. ხო. და ეს რომ მოკლეს, დღეს მე მაგ განცდა, კიდევ გიტრიალებთ შეკითხვას. რომ თითქოს დღეს კვლავ ცდილობენ ამ იმედის მოკლას. ეს ჩემი რაღაცნაირი ემოციური აღქმა ძველი ტრამვიდან გამომდინარე, თუ თქვენ ამას გრძნობთ, ბულინგი, გამოშიგნის მცდელობები, რა ხდება დღეს, როგორ იგერიებთ ამ ყველაფერს? დღეს იგივე ხდება აბსოლუტურად, უბრალოდ უკვე ვთქვით, რომ ხლა
საშუალებები არ აქვთ. ნახეთ, იმედი დღესაც მიაჩნიათ ყველაზე დიდ საფრთხეთ და ყოველ შემთხვევაში იმის გარანტიად, რომ ხელისუფლებაში იმედის პირობებში ძალიან რთულად დაბრუნდებიან. იმიტომ რომ იმედს აქვს უდიდესი რეიტინგი, სხვათა შორის ძალიან უცნაურია ესეთი ყოველთვის ძალიან დიდი რეიტინგი აქვს ხოლმე გადამეტებულად კრიტიკულ მედიებს. იმედი ინარჩუნებს ობიექტურობას და ბალანსს და შესაბამისად უცნაურია, რომ ამ ხელანდობა აქვს მოსახლეობის. უზარმაზარი რეიტინგი აქვს. მე აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ შესაბამისად ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ უჭერს მოსახლეობის თუნდაც ის რაოდენობა მხარს, რომელსაც ისინი რაღაცნაირად არჩევნებზე ცდილობენ რომ მიიღონ. მოკლედ, იმედს აქვს უდიდესი რეიტინგი და გავლენა და ნაციონალური მოძრაობა ეს შენაერთებით ცხადია. იმედს უდიდეს საფრთხეთ მიიჩნევენ დღესაც, იმიტომ რომ რაც არ უნდა ფეიქ კამპანია წამოიწყონ, ან შექმნან მოდელირებული ქრონიკასავით მოდელირებული ნიუსები, აქ არის იმედი, რომელიც ამას ამხელს. ამიტომ ეს ჯაჭვი, რომელზეც მე უკვე მოვყევი, რა ჯაჭვებით ახერხებდნენ ისინი მიზნის მიღწევას, ეს ჯაჭვი არ გამოდის აქ. ყოველთვის ხდება იმედის მხრიდან მხილება. რა თქმა უნდა არის შეტევა პიროვნებებზე, ცალკეულ ჟურნალისტებზე, ვიღაცას ჯერა იმ ნარატივების რუსული მედია, რაც გვეცა ტევენ აძეჟდა და ამ შემდეგ. უბრალოდ აი ამ ძალისგან, ამ პარტიული ჟურნალისტებისგან არასოდეს არ მივიღებ არანაირ ასეთ შეფასებას. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს ძალა არის სახიფათო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და ის ჟურნალისტები ეს მათი არჩევანია, ხო? მე არ ვერევი არავის არჩევანში. ის ჟურნალისტები არიან სწორედ არასწორ გზაზე, არასწორ მხარეს. ეს არის ჩემი შეხედულება. მაგრამ ყოველს ასეთი ის არ აქვს, ხო? გამოცდილება, ანალიზი დაუშვათ. მე მოვლენები მახსოვს და მხოლოდ ფაქტები მაძლევს ამის თქვის საშუალებას, რომ ეს ძალა არ იცვლება. ეხლა რანაირად იცვლება, იგივე შეტევებია, ხო? იმედის მიკროფონზე შეტევა არ არის, ადამიანის უფლების შელახვა არ არის და დანარჩენი ყველაფერი შეტევაა. ეს აი ტყუილმართალის არევა, ეს ორმაგი სტანდარტი, რომელიც ყველაზე მძიმესენია დღეს ჩვენ საზოგადოებაში. აი ეს ყველაფერი არის მათი დანერგილი. ყველაფერი. და თუ კი იმედი უფრო რადიკალური გახდა მათ მიმართ, ეს არის მათი დამსახურება. თუ წარმოუდგენელია სხვანაირად მათ ებრძოლო. წარმოუდგენელია უბრალოდ მათ მიმართ. ესეთი უნდა იყოს, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და საერთოდ არ მიქმნის ეს მე რაიმე დისკომფორტს. კი ბატონო. ხო, გეთანხმებით იმაში ბატონი სოზარდასონს კითხვას, რომ მათი განცდა და მოთხოვნაც უფრო კატეგორიული, რომ იმედი ჟურნალისტია დავამატეთ, ვიღაცას აჯერებენ, რომ არაევროპულ ტელევიზიაში მუშაობენ მათი ეს წარმოდგენები, რომელი ევროპულია ის მეთოდები, რითაც ყოველდღე იბრძვიან. ანტიგმირებს გმირებად რო გვისახავენ. ანტიგმირებს ამ საზოგადოებას ამას რო ასმენინებენ. ბავშვებს, ახალგაზრდა თაობას აბსოლუტურ ანტიგმირებზე რო ზრდიან. აბსოლუტურ მოღალატეებს რო და შეუმდგარ წარუმატებელ გაბოროტებულ ადამიანებს რომ გმირებად წარმოგვიჩენენ და ასე შემდეგ. ეს არის უდიდესი მავნებლობა პოლიტიკაში კი არა მარტო საზოგადოებაში. და ასევე არიან იმედშიც იყვნენ ჟურნალისტები, წამყვანები, ვისაც დააჯერეს ან რაღაცა იმ ბაბლის ისეთი ნაწილია, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს და უბრალოდ ვერ უძლება მას მორალურად ან იჯერებ, რომ ასე გაწყობს, ხო? იმედი ის არის ტეხავს. აი არაფერს არ ტეხავს. ბოდიში თქვენთან ამ სიტყვისთვის რა. რატომაც არ ტეხავს, უყურეთ რეიტინგებს და ხალხის დობას. ეს არის ნომერ პირველი ტელევიზია მაყურებელს ამ დობისთვის. მაყურებელს დიდი მადლობა მართლაც. იმედი ჩვენთვის ვინც ვიბრძოდით რჩება დღეს იმედად და იმისა რომ ჩვენ ამ ბრძოლას საბოლოოდ მოვიგებთ. ეს რეგლამენტში ასე არ წერია, მაგრამ რა კი ჟურნალისტი ხართ და მისვით კი ბატონო.
აი როგორ გააშუქეს მაინტერესებს მედიამ თქვენ რომ მოიგეთ ისტორიული მართლა ეხლა თქვენ პირადად არც გიცნობთ და დავიდასტურებთ რომ სენტიმენტები როგორც ჩინოვნიკის მიმართ ნამდვილად ვერ მექნება არ გიცნობთ პირადად თქვენ როდესაც იყავით მინისტრი იუსტიციის თქვენ გუნდთან ერთად კოლოსალური სამუშაო გაწიეთ სწორედ ამიტომ გიწევდით გადაცემაში რომ აი სამუშაო კოლოსალური გაწიეთ და საერთაშორისო ტრიბუნალი მოუგეთ რუსეთს 2008 წლის ომში გამოცხადა აგრესორად რუსეთი და ის დამალული იარაღიც აღმოაჩინეთ და დაადასტურეთ რომ გორში ჩამოაგდო რუსეთმა სწორედ ის აკრძალული ისკანდერი თუ არ ვცდები ხო კასეტური ბომბი მოკლეთ ეს რომ ყველაფერი თქვენ გააკეთეთ, რომ ჩაიწერა საერთაშორისო სასამართლოებში, რუსეთი გამოაცხადეთ აგრესორად, საქართველოს ხელისუფლებამ თქვენ იყავით. ოცნებამ კი. ოცნებამ კი. თქვენ გაწიეთ ეს სამუშაო ხო თქვენ სამინისტროსთან ერთად ჩვენი სამინისტრო აწარმოებდა დავასკიბად იმედმა გააშუქა ისე როგორც იყო როგორ გაშუქდა ესე მაინტერესებს რუსეთმა ხელისუფლებამ ეს რანაირად მოახერხა და ამ შემდეგ მოკლედ ბესმის რასაც ამბობთ რა კითხვა გასაგებია ისტორიულია არის ის პასუხი რაც თქვენ თქვით იგივე აქაც იგივე იყო რომ მოდელირებული მათ მიერ გამოგონილი რეალობა გაასაღონ რომ არის სინამდვილე და მე მახსოვს მაშინ როდესაც მაშინ უფრო ხშირად გვიწევდა მინისტრებს პარლამენტში მოსვლა ვიდრე ეს დღეს არის შესაძლებელი მაგრამ კარგი იყო ეს მე ვთვლი, მუდამ ფორმაში გვამყოფებდნენ დეპუტატები ჩვენ მაშინ და მოვედი სწორედ დავების მოგების შემდეგ და ვხსნი დეპუტატებისთვის და ამას უსმენს საზოგადოება, რომ აი ეს დავა მოვიგეთ, რომ და მაშინ ოპოზიცია იჯდა დარბაზში მახსოვს. რომელმაც ვერ მოიგო თუ არ ვცდები. ვერ მოიგო კი არა, განზრახ წააგეს რამდენიმე დავა. ეს იარაღის დამალული იყო. და ეს იარაღიც გაატანეს რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი სამხილი გაატანეს ამერიკელებს. შოთა უტიაშვილმა პირადად თქვა რომ მე რა ვიცი წაიღესო. ჩვენ ეს შევატრიალეთ და ყვები ამას პარლამენტში. და მე მახსოვს იმ საღამოს რომ იბრუნდი სახლში რამდენი ზარი შემოვიდა ნაცნობებისგან და მეუბნებოდნენ რომ კი მაგრამ თქვენ თუ იმ კითხვას მისვამდნენ რასაც დღეს თქვენ რიტორიკულად ცნობთ კი მაგრამ თუ თქვენ ქართული ოცნება ამ დავებს რუსეთს უგებთ და მოუგეთ რატომ გეძახიან რუსებს ხო ანუ ეს კითხვა მუდმივად არის და ხალხი იყო შოკში ჩვენ ამიტომაც უფრო მეტი შრომა გვევალება რომ აი მთავობას ვინც აქ ბრძანდება და მე კიდევ ერთხელ ჩვენ სტაჟიორებს მივესალმებით რომ განათლება იმისთვის კი არ არის საჭირო ქალბატონებო და ბატონებო ქალბატონებო განსაკუთრებით რომ დედამთილს მოეწონოთ ხო თუმცა დედამთილთან მეგობრობა აუცილებელია და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი იყო სანამ გარდაიცვლებოდა. განათლება მარტო მაგისთვის არ არის საჭირო. განათლება არის საჭირო იმისთვის, რომ ტელევიზიიდან, ან ქუჩაში, ან მაღაზიაში ვიღაცა რო რაღაცას გეტყვის, შენ იმის შეფასება შეძლო, შენი გონების და ცოდნის წიგნიერების ფილტრში გატარება შეძლო და მიხვდეს სად არის სიმართლე. და არასაც ჩაგზახებენ ის ამოსახო კი ბატონო. მადლობა. სხვა შემთხვევაში შენ ხარ რობოტი, ან ქართულად რო ვიტყვით ქვევრი. რასაც ჩაგზახებს მიშა სააკაშვილი, ჯვარი გწერია თქვენ ყველას, იმას ამოსძახებს გიორგი თარგმანი. როგორადაც იქცა ბოდიში ქართული მედია იმედის დახურვის შემდეგ. დიახ. იმის მერე ჟურნალისტური თაობა ფაქტობრივად არ გაზრდილა. ფაქტობრივად არ გაზრდილა. თავისუფალი, რა თქმა უნდა, არიან ცალკეული წარმომადგენლები, რომლებმაც პირადი ნიჭების შედეგად ეს თავისუფალი აზროვნების ჟურნალისტები ფაქტობრივად არ გაზრდილან. იყო ეს ძალიან დიდი ჩავარდნის პერიოდი. ამაშია საქმე. ამაში. აი მისთვის არის განათლება, ამისთვის ხარ ახალგაზრდა, რომ შენ მოусმინო იმას, რასაც ყვება ქალბატონი სოფო
მოусმინო იმას, რასაც ყვებიან სხვა ადამიანები ჩვენს წინაშე გამოდის, ესეც ერთგვარი განათლებაა, ინფორმაციის მიღება განათლებაა და იქიდან გააკეთო ანალიზი, რას მიცეხმა, რას არ მიცეხმა. ყველა უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ ზუსტად ისე გვემატება ასაკი როგორც სხვას და ჩვენ მუდმივად უბრალოდ ამის გამოც ვერ ვიქნებით დიდხანს ხელისუფლებაში. ვიღაცამ უნდა შეგვცვალოს, მაგრამ ჩვენი მიზანია ჩვენ შეგვცვალოს, ჩვენზე უკეთესმა, ჩვენზე ახალგაზრდამ და იმან ვინც იცის რომ საქართველო არის მუდმივად დასაცავი და სხვის ჭკუაზე კი არ უნდა მართო, არამედ უნდა მართო იმ ჭკუაზე, რაც არის ეროვნული ინტერესი და რასაც ქართველი ხალხი ამდენი საუკუნე ზურგით მოათრევს და მოაქვს ღირსეულად, მაგრამ იყო დრო როცა მოათრევდით. ერთი ხელით იბრძოდნენ, მეორე ხელით ვაზისგან ღვინოს წურავდნენ და სააკაშვილივით ვენახებს არ ჩეხავდნენ. ეს არის ჩვენ მუდმივად შეგვიძლია თქვენთან საუბარი, ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ხართ, ბატონ სოზარს ვატყობ, რომ ჩამოწერილი აქვს კითხვები, იქნება ოთხო სიტყვა. ბატონმა ილია მითხოვა მანამდე, რიგში რომ ჩადგეთ, გაქვთ ხო კითხვები? ბატონი ილია, ბატონი სოზარი და შემდეგ ჩვენ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, უნდა დავამჯდობოთ ქალბატონ სოფოს, იმიტომ რომ ბატონი ლევანი გაჩეჩილაძე რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა იმ რეჟიმთან ბრძოლას გველოდება და მისი დიდხანს ლოდინი არ არის რეკომენდებული. ბატონი ილია, ბატონი სოზარი. თუ გამიშვებთ არ დავალოდებ დიდხანს. მოკლედ თუ ეცდები რომ გითხოთ. იმ ღამეს რამდენი თანამშრომელი იქნებოდა იმედში? და ძალიან ბევრი ვიყავით. ესე ციფრობრივად არ ვიცი როგორ გითხრათ, 200 კაცი მაინც ალბათ 300 ალბათ. 200. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ კორპუსში ცენტრალურში 200 კაცამდე ვიქნებოდით. აი ესე რა 150-200 ცოტა მიჯერს მაგის თქვა ეხლა მე იმიტომ. თავის ტექნიკური პერსონალია ხო. აი ჩვენ თითქმის ყველას აღნიშნავს იმას, რომ დილიდან ქონდათ მოლოდინი იმისი რომ და დარბევა იქნებოდა. ესე ჭორის დონეზე, ხო? არა, მნიშვნელობა თქვენს ინსტიტუტს წახვედით, მანქანა კი ბატონო. გადააყენეთ სხვა ადგილას, მაგრამ ეს მოლოდინი არსებობდა. ეს მოლოდინი ალბათ მარტო თქვენ არ ქონდათ, ყველა 200-ვე თანამშრომელს ქონდა ერთნაირად, მაგრამ რაღაცა იმედი მათ აჩერებდათ იქ თავიანთ პასუხისმგებლობას სამსახურის მიმართ, ქვეყნის მიმართ და იმ საქმის მიმართ, რა საქმესაც ალბათ აკეთებდით იმ მომენტში. და 200 თანამშრომელი ბოლომდე დარჩა. არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. რაღაცები წავიდნენ, შეიძლება რაღაც მორჩნენ მუშაობას და წავიდნენ. ეს ესე მარტივად და ესე გამიჯნულად არ არის, ხო, პროცესი იყო. ვიღაცა მორჩა მუშაობას, წავიდა. არა, რა თქმა უნდა, ვინც მორჩა ვიღაცა შეიძლება ესე ვერ გეტყვით. ბოლომდე დარჩა, უმრავლესობა ვისაც ჰქონდა საქმე, ვიყავით იქ. ვისაც გადაცემა იმედის მოდიში, ღია ეთერი იწყებოდა თუ არ ვცდებით 11 საათზე ეთერი და ჩვენ ვამზადებდით ამ გადაცემას, ველოდებოდი. სტუმრები უკვე მოსულები იყვნენ. აი როგორ წარმოგედგინათ თქვენს წარმოდგენაში? განსაკუთრებით ალბათ ვინც უფრო მენეჯმენტის პასუხისმგებლობით იყო. ის მოლოდინი, რა მოლოდინის დარბევას ჰქონდა, აი ამ დარბევის მერე როგორ გაგრძელდებოდა და რეალობასთან რამდენად განსხვავებული აღმოჩნდა ეს ყველაფერი. არა, ის მოლოდინი რომ დარბევა იქნებოდა, მესმის რომ გქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თქვენ სხვათა შორის დარბევის მოლოდინი მაინც არ ჩვენ მაქსიმუმ ქონდა მოლოდინი რომ შემოვლენ. სხვადასხვა ფორმები ხო არსებობს შემოსვლა ერთია, ეხლა რომ შეიძლება შეხვიდე, რაღაც წარადგინო, ამად ამის საფუძველზე, მე შემოვედი შენთან, გთხოვ რომ მაუწყებლობა დროებით გაჩვენ რაღაც. მოკლედ ყველაზე ჩვენს წარმოდგენაში გქონდა ასეთი შემოსვლის, მიუხედავად იმისა, რომ რიყეზე ვნახეთ ეს კადრები, ხო? მაინც ვერ წარმოგვედგინა, რომ ტელევიზიაში ამას გამედავდნენ, ხო? ტელევიზიაზე თავდასხმა სხვა ფენომენია, აბსოლუტურად და აბსოლუტურად ეს არის რაღაცა
ანუ ეს არის აბსოლუტური თავდასხმა მართლაც ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტზე, ხო? და ამას წესით ყველა გონიერი ხელისუფლება უნდა მოერიდოს, მაგრამ ეხლა ვიზე ვსაუბრობთ. ანუ ესეთი მოლოდინი არ გქონდა, რა თქმა უნდა, ქონდა შიში იმ რიყის კადრების მერე, რომ ძალიან მძიმე ძალასთან ქონდა საქმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტები, ტელევიზია ასეთი მოლოდინი არ ქონდა. მას მერე რაც ეს ჩვენ გადავიტანეთ და ეს იყო ყისიერი შოკის ეფექტი. აი როგორ გითხრათ, მოწმენდილ ცაზე ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე ხარ, შეიძლება არაჩვეულებრივი, მაგრამ ხარ მოქალაქე, რაღაცას აშუქებ და მეორე წუთას ხვდები, რომ შეიძლება არავინ არ იყოს საერთოდ. თუ გქონდათ იმედი, რამე საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციების ან დიპლომატების, რომ მაინც ესეთ დარბევას ისინი არ დაუშვებდნენ, ან უფრო აგრესიულად დაიცავდნენ თქვენს პოზიციას, ან უფრო გვერდში დაგიდგებოდნენ. აი მაგალითად ბატონი ვიქტორი და ის დეპუტატები რომ მოვიდნენ იმედში იმ დარბების მერე, ზუსტად ხაზი გაუსვა ბატონო ვიქტორმა, რომ იქ მისვლაც ემსახურებოდა, რომ აი ჩვენ აქ ვართ, დეპუტატები ვართ, მაინც რაღაცა იმუნიტეტის მეტი დაცვის ისა აქვს დეპუტატს და ესეც იმედი იყო, რომ ესეთი დარბევა არ იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოხდა ეს ყველაფერი. იმედი მაშინ ნიუსკორპთან თანამშრომლობდა ამერიკული კომპანია მოგეხსენებათ და მართალი გითხრათ იმ მომენტებში ვის იმედი გქონდა ამას ვერ ვფიქრობდით მომავალში რაღაცა იმედები ცხადია გქონდა ხო როდესაც შენ ასეთ მდგომარეობაში ხარ ყოველთვის გინდა რომ იმედი გქონდეს სხვათა შორის ძალიან უცნაურია მაშინდელი ელჩები და ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალჩინოსნები არ ვიცი საერთოდ აღშფოთებით თუ შემოიფარგლებოდნენ გახსოვთ ვინმეს ესეთი წარეჩარებები როგორც დღეს ხდება და დღეს ატომღაც პირდაპირ ისეთი უცნაური წარმოუდგენელი ჩარევები ხდება ხო ესეც ძალიან უცნაურია ხო და უკვე შეფასებები ამასთან დაკავშირებით გვაქვს აღარ გადავუხავთ ემას რაღაც რა თქმა უნდა რაღაც იმედები გქონდა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იმედები ყველა უძლური აღმოჩნდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ მოკლედ რო ვთქვათ რა ჩვენ ხდებოდით ამერიკულ წარმომადგენლობასაც ჩვენი რას გეუბნებოდნენ ესე რომ მოლაპარაკებები ექნებოდათ რომ განცხადებებს გააკეთებდნენ საერთაშორისო არენაზე რომ რაღაცას ეცდებოდნენ წილების ეს ჩვენი ნიუსკორპის ლუის რობერტსონი ამას თქვენ გეუბნებოდნენ თუ რეალურად ამას აკეთებდნენ ცხადია კონტაქტებს ამყარებდნენ კიდეც ცხადია ამყარებდნენ კიდეც კონტაქტებს უბრალოდ ეს კონტაქტები რამდენად ის იყო რა ქვია გშველოდათ თუ რამდენად შედეგიანი გამოჩნდა ეს საბოლოოდ ყველაფერი რა ანუ რეალურად აი ამ თემებზე ფაქტი არის ის რომ აბსოლუტურად რასაც რა მიზანიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ის შეასრულა მას ეშინოდა აქციების და რევოლუციების იმიტომ რომ თვითონ რევოლუციით მოვიდა და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში რო აქ აღარ ყოფილიყო პარლამენტის წინ აქციები გახსოვთ ეს მას ეშინოდა თავისუფალი მედიის და ასე ნაბიჯ განადგურა ეს მედია უბრალოდ იმედთან ეს ვერ მოახერხა ხავერდოვნად რაღაცა ვარდებით და ყვავილებით და ტიტებით ეს მოახერხა ხელკეტებით ყველანაირი დაუწერელი კანონებით ერთ რაღაცას კიდე გითხავთ თქვენ ხაზი გაუშვით რომ თქვენ მანამდე იყავით მზეში და იქაც ოპოზიციური პოზიცია გქონდათ რაღაცა ток-შოუ გქონდათ მზეს გქონდა ასეთი პოზიცია პოლიტიკურად რომ რევოლუცია იყო საფრთხე სისხლის დაღურის ანუ ვარდების რევოლუციაზე მაქვს საუბარი რომ შეიცავდა ძალიან დიდ საფრთხეს დაწყებულიყო რაღაცა შეხლა შემოხლა მოსახლეობას შორის და რომ შეიძლება დაღურილიყო სისხლი ასეთი პოზიცია გქონდა მზეს მოკლედ ჩვენ ვაშუქებდით ოღონდ ყველანაირად პირადად მე დავდიოდი მიმაგრებული ვიყავი ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის ოფისს ჩვენ ერთად გავიზარდეთ მე ოცნებიდან არავის არ ვიცნობ აბსოლუტურად და მე მოწმება მაგრამ იმ ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან ერთად როგორც ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ერთად გავიზარდეთ ჩვენ ჩემს გვერდზე იდგნენ ჩართვებზე და უბრალოდ კომუნიკაციაში ვიყავი იმიტომ რომ მაშინ მოქმედი ჟურნალისტი ვიყავი ეს და მზე აშუქებდა ამას აბსოლუტურად ყველაფერს უბრალოდ ეს პოზიცია ქონდა რომ დიდად ასე იგრძნობოდა რომ არ თანაუგრძნობდა ვარდების რევოლუციას
როგორ დამთავრდა მზის? მზეც დაიხურა. მე მზიდან გადავედი იმედში. და შემდგომ თვეებში ცოტა ხანი იყო მზე და მე გადაეცა დავით ბეჟუაშვილს თუ არ ვწდები და შემდეგ დაიხურა. არ მინდა რამე შეცდომა დაუშვა ესე ზეპირად არ ვიმახსოვრებ რაღაცებს თავიდან ვარდები. მათზე იყო რამე ზეწო? არ ვიყავი მე მაშინ მზეში და ვერაფერს გეტყვით. კარგი, მადლობა. ბატონი სოზარი. რამდენიმე ამბავი უნდა გავიხსენო უბრალოდ ეხა თქვენ ლაპარაკობდით ცილისწამებაზე, ზეწოლაზე ჟურნალისტების მიმართ, ბულინგს რო უწოდებენ დღეს, რაც დღესაც გრძელდება. უბრალოდ მაშინ გქონდათ იარაღი, ტყვია, ციხე, წამება, ქონების წართმევა, პლუს ცილისწამება, დეზინფორმაცია. დღეს დარჩათ დეზინფორმაცია, ცილისწამება, ტყვილი, მაგრამ დღესაც ძალიან აქტიურად იყენებენ ამ იარაღს. სხვათა შორის იმედში შეჭრის ერთ-ერთი გამართლება შემდეგ გქონდათ თითქოს იარაღები იპოვეს სახელმწიფო გადატრიალებისთვის საჭირო იარაღები იპოვეს რომელიღაც სავარძლის ქვეშ. ახლა სავარძლის ქვეშ რო იარაღს დამალავდა იმიტომ რომ გადატრიალებას მოწყობას ესწრები საბოლოოდ ესეც არ დასტურდება რა თქმა უნდა. იმედ არ დადასტურდა რა თქმა უნდა. იმედთან ერთად გათიშეს ტელეკომპანია კავკასია და 25 არხი ბათუმის. ოღონდ იქ არ შეჭრილან. უბრალოდ გათიშეს. მეორე დღეს როდესაც შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და მეთიუ ბრაიზა იყო ასეთი წარმომადგენელი შეერთებული შტატების მთავრობის საქართველოში თუ კავკასიაში სპეცწარმომადგენელი და მათ უთხარი ამის შესახებ მათ თქოს რომ ეხლა მოაგვარებდნენ ამ საკითხს მეთიუმ აიღო ტელეფონი დარეკა და მითხრა რომ 5 წუთში მითხრა რომ ძალიან მალე ჩაერთვება ის ორი არხი. იმედი რა თქმა უნდა არ ჩართულა. ანუ საიდან და ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს კიდევ ერთი დასტური მაშინ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთი საკითხი ეს ჟურნალისტებს წეგარო შეგეკითხეთ რა ხდებოდა აი რო გახვედით ლუბლიანას ქუჩაზე თითოეულ ამ ჟურნალისტს შევხვდი და პირადად მაქვს მათგან ახსნა განმარტებები მიღებული ის ემოცია ის ცრემლიანი თვალები ის სასოწარკვეთა ის ბრაზი უბრალოდ დღესაც კი მახსოვს და დღესაც არ მოვიწდება და ჩემთვის გამოუგნებელი იყო როცა ძალიან მალე ზოგიერთი ამ ჟურნალისტთაგანი სხვადასხვა არხებზე გამოჩნდა და ნუ იქ კრედიტების დაფარვა რაც თქვენ შემოგთავაზეს მათ მიმართ განხორციელდა და ასე შემდეგ. სახალხო დამცველი ვიყავი, როგორც სახალხო დამცველს მეუბნებმა მაძლევდნენ ამ ახსნა განმარტებებს და ამგვარებს არ დავასახელებ. სამწუხარო ის არის, რომ როგორც კი პოზიციიდან წავედი, მთელი ეს არქივი, მთელი ეს ჩანაწერების შემდეგ გაანადგურეს როგორც უვარგისი და სახელმწიფოსთვის უინტერესო არქივისთვის უინტერესო მტკიცებულებები და ეს ყველაფერი არის განადგურებული. ნიკა გვარამიაზე, ხო, სანამ ნიკა გვარამიამდე მივალთ, ჩანაწერის თემა კარგად რო განვმარტოთ, რომ თითქოს რაღაც უხარისხო ჩანაწერი არსებობდა, როგორც თქვა გიორგი თარგამაძემ, ხო? არანაირი უხარისხო და ხარისხიანი ჩანაწერები არ არსებობდა. არ არსებობდა ორი ჩანაწერი, იყო ერთი ჩანაწერი, ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც პატარკაციშვილმა გამოაგზავნა ლონდონიდან, გამოაგზავნა ტელეკომპანია იმედში და რაღაც მანქანებით ის შემდეგ გავიდა ტელეკომპანია ეთერში. თუმცა სანამ ისა ტელეკომპანია რუსთაველის ეთერში, თუმცა სანამ ტელეკომპანია რუსთაველის ეთერში გავიდოდა, ეს ჩანაწერი ჰქონდათ სუსში, სადაც მიდიოდა მისი დამუშავება, მისი დამონტაჟება. დამონტაჟება თქვენ რატო ჩავარდით შოკში, როცა ეს ყველაფერი მოისმინეთ, რომ განმარტოთ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ეს არ ახსოვს. იქ იყო ლაპარაკი, რომ პადრი პატარკაციშვილი ამბობს, რომ მე ჯერ სროლაც კი არ დამიწყია და ვაპირებ სროლის დაწყებას, ანუ კონტექსტი ეს იყო. და უცებ შეგეძლო გეფიქრა, რომ ლაპარაკი იყო რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე და სროლის დაწყებაზე. როცა სრული ჩანაწერი გამოქვეყნდა, იქ არის ლაპარაკი ამაზე, რომ მათ მთელი PR ჭიდი დამაცალეს და მე ჯერ არც კი დამიწყია, არც კი დამიწყია ეს ჩემი PR ბრძოლა, ამაზე იყო ლაპარაკი და ესეთი შეკოწწებული რაღაცები შექმნეს ყალბი წარმოდგენა თითქოს რაღაც სახელმწიფო გადატრიალებაზე იყო ლაპარაკი. ეს მათი ერთ-ერთი მეთოდი ბრძოლის. ვინ გააკეთა ეს ჩანაწერები ერთ-ერთი ადამიანი, წეგან თქვენ ახსენეთ ნიკა გვარამია, ძლივს გამოუტაცეს რუსთაველი ხელმძღვანელ ქალბატონმა თეატრულიკიანმა თქვა ნიკა გვარამია, რომელიც აყალბებდა და უკანა რიცხვით ქმნიდა დოკუმენტებს, რომლითაც უნდა გამართლებულიყო წინა დღეს უკვე მომხდარი შეჭრა იმედში დარბევა და ჟურნალისტების ცემა, ჟურნალისტებზე სროლა რეზინის ტყვიების და განადგურება ამ ქონების.
არა მხოლოდ ამას აკეთებდა ნიკა გვარამია, ამ ყალბ დოკუმენტებს ქმნია და არამედ შემდეგ იყო ასევე ყალბი პროდიუსერი, გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელიც იყო პროდიუსერი ფილმისა ნოემბრიდან ნოემბრამდე, ეს იყო სრულ სიყალბეზე აგებული ფილმი, რომელიც მიზანი იყო, როგორ გაემართლებინათ ის სიზასტიკე, ის უკანონობა, რომელიც 7 ნოემბერს იყო და ამის შემდეგ ეს ადამიანი მოგვეულინა რაღაც PR მენეჯერად, ისა ტელემენეჯერად და რაღაც ჟურნალისტიკის ქურუმად. ეს ერთი კიდევ რაც მინდოდა მეთქვა. ერთი ასევე აუცილებლად უნდა ვახსენო არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ხელისუფლებას უწოდებენ არალეგიტიმურს, დგებიან პარლამენტის წინ მიტინგზე და მიტინგებს აწყობენ და იმ მიტინგებზე ითხოვენ მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის შექმნას და თვითონ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ეს ზუსტად იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ მაშინაც და ზუსტად იგივე სახეები უმრავლეს შემთხვევაში დღემდე პრაქტიკულად არ იცვლება ეს სახეები. 7 ნოემბერს მას შემდეგ რაც უამრავი დარბევა მოხდა მთელი დღის განმავლობაში, მეც როგორც სახალხო დამცველი უსასტიკესად ვცემეს ოპერასთან, საღამოს მე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე შევხვდით მაშინ ბრიტანეთის ელჩი იყო დონალდ მაკლარენი, ვლაპარაკობთ სწორედ იმ მასზე რაც ხდება მთელი დღის განმავლობაში და ამ დროს ვიგებთ რომ იწყება იმედში შეჭრა სასწრაფოდ დავტოვეთ შეხვედრა წამოვედით ჩემთან ოფისში. რატომ მოვედით ოფისში? იმიტომ რომ იქ იყვნენ ამ დროს არასამთავრობო ორგანიზაციები შეკრებილი, რომლებიც ქმნიდნენ მორიგ მანიფესტს თუ რაღაცა დეკლარაციას დღის შეფასების და რამდენიმე საათი მსჯელობენ აქ თვითონ სიტყვას არჩევენ და წონაინია რომ რამე ისეთი არ შეეშალოთ. მე ვეუბნები რომ ეხლა მანიფესტების წერის დრო არ არის, ეხლა ჩვენ უნდა მივიდეთ იმედთან და ადგილზე გავაპროტესტოთ. რაც ხდება, უბრალოდ მოწმეები მაინც ვიქნებით რაც ხდება, ხო? არასამთავრობო ორგანიზაციები ხართ ვოჩდოგები და უნდა დააფიქსიროთ. სამარისებური სიჩუმე და არც ერთი მათგანი არ განზრეულა ადგილიდან. გიორგი ჩხეიძე, რომელიც იყო ჩემთან ერთად, გამომყვა, მივედით იმედთან. ალყა შემორტყმული მთლიანად იმედი და ვითხოვ რომ შეგვიშვან. რა თქმა უნდა არ შეგვიშვეს და არათუ არ შეგვიშვეს, არამედ დაიწყეს იქ აირწინაღები ეკეფთათ ამ სპეცრაზმელებს, დაიწყეს იმედის მიმართულებით ამ გაზის ხუმბარების სროლა. თქვენ რო თქვით რომ მოიწამლეთ და ვეღარ სუნთქავდით. მე ეს იყო ჩემთვის იმ დღეს მე-6 ან მე-7 მოწამლა, იმდენად მძიმედ გავხდი უკან იქაც ჩვეულებრივად დგება გაზი საიდანაც ისვრიან, არა მხოლოდ იქ სადაც ესვრიან და იქ ძღოლს რო არ გამოვიყვანე გონებას კარგავდი უკვე, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთ წარმომადგენელს არც კი უცდია რომ მივიდნენ ტელეკომპანია იმედში მოხდა შეჭრა სპეცრაზმით და არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, არ წამოსულან. მეორე დღეს შეიძლება რაღაც განცხადებები გააკეთეს, მაგრამ იმ დღეს არც ერთ არაფერი არ გაუკეთებიათ. ეს უბრალოდ ისტორიისთვის რაც ხდებოდა და როგორი სიტუაციებიც იყო მაშინ ქვეყანაში, რომ იცოდეს ჩვენმა მსმენელმა. კი ბატონო, რაღაცა დიდად ხომეც ვერ ვიხსენებ აქტივობას. და მადლობა რომ დააზუსტეთ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მადლობა. ქალბატონო სოფო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას. ჟურნალისტობა თუ რეალურად აკეთებ ახარ ამ პროფესიაში ურთულესი საქმეა. მით უმეტეს, როდესაც ქალი ჟურნალისტი ხარ და მადლობა ყველა იმ ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი ბრძოლისთვის, რაშიც თქვენ მონაწილეობა მიგიღიათ. მადლობა მომბრძანებისთვის. ნახვამდის.